გამარჯობათ. ვაგრძელებთ ევროპის კონტინენტის ქვეყნების დემოგრაფიული ვითარების მიმოხილვას. განვიხილოთ დანიის მოსახლეობა და სხვა დემოგრაფიული პროცესები. დანიის მოსახლეობის რაოდენობა ნელა იცვლებოდა. მოსახლეობის ფორმირების მთავარ კომპონენტს 1950-1985 წლებში ბუნებრივი მატება წარმოადგენდა, ხოლო შემდეგ პერიოდში 2035 წლამდე პროგნოზის სადღეისოდან გამომდინარე სიტუაციიდან და პროგნოზითაც საერთაშორისო მიგრაცია იქნება დანიის მოსახლეობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი. როგორც ვარაუდობენ გაეროს ექსპერტები, 2035 წლის შემდეგ დანიის მოსახლეობის რაოდენობას ისევ ძირითადად ბუნებრივი გზით მოსახლეობის კლება განაპირობებს. მოსახლეობა დაიწყებს კლებას. ახალგაზრდა მოსახლეობის წილი მუდმივ კლებას განიცდიდა და უმნიშვნელოდ გაიზარდა 2000-იანი წლების დასაწყისში. თუმცა შემდეგ ისევ შემცირება დაიწყო. უკვე განსახილველი პერიოდის დასაწყისში დანიის მოსახლეობა დაბერებული იყო. სადღეისოდ დანიის მოსახლეობა საკმაოდ დაბერებულია და დემოგრაფიული დაბერების პროცესი მომავალში აქტიურად წარიმართება. დანიის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა რეგრესული ტიპისაა. რაც შეეხება შობადობას, 1950-1965 წლებში შობადობა სტაბილურად ერთ დონეზე იყო, რომელიც უზრუნველყოფდა თაობათა განახლებას. შემდგომ პერიოდში შობადობის დონე იკლებს და უკვე 1970-75 წლებში ის მოსახლეობის მარტივი აღწარმოების ზღვარს ქვემოთაა, ანუ არ ხდება ამ პერიოდიდან თაობათა განახლება. შობადობის კლება შემდგომ პერიოდშიც გრძელდება, თუმცა 1985 წლიდან დღემდე ის განაგრძობს გარკვეულ ზრდას. უმნიშვნელოს და შობადობის ჯამოყრილი კოეფიციენტი აღწევს სიდიდეს 1,85-ს. ანუ ორზე დაბალია და მაინც არ არის საკმარისი თაობათა განახლებისათვის. გაეროს ექსპერტების აზრით მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ 2050 წლამდე შობადობა სტაბილიზირდება აღნიშნულ დონეზე, ანუ 1,85-ზე და ამდენად საკმარისი არ იქნება თაობათა განახლებისათვის. ყოველივე ამას ჩვენ ვხედავთ მოტანილ ცხრილში. მოკვდაობის საერთო დონე, ანუ გარდაცვლილთა რაოდენობა მოსახლეობის 1000 სულზე, ანუ სხვანაირად კიდევ რომ ვთქვათ, მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტი 1995 წლამდე იზრდებოდა, თუმცა შემდეგ პერიოდში დღემდე კლების ტენდენციით ხასიათდება. მომავალში მოსალოდნელია მოკვდაობის საერთო დონის შემდგომი მატება, რასაც ხელს შეუწყობს აგრეთვე დემოგრაფიული დაბერების პროცესი. ჩვენთა მოკვდაობას კლების ტენდენცია ახასიათებს და დღეისօთ ის ძალიან დაბალ დონეზეა, რომელიც მომავალში კიდევ რამდენადმე შემცირდება. ჩვენ ხედავთ, რომ უკვე ჩვენთა მოკვდაობა განსახილველი პერიოდის დასაწყისშიც არც ძალიან დიდი იყო. იმასაც ვხედავთ, რომ დღეს ის ერთ-ერთი დაბალია მსოფლიოში და კიდევ რამდენადმე შემცირდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. უკვე სადღეისოდ ის საკმაოდ მაღალ დონეზეა, როგორც ვხედავთ ხომ, და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება მოსახლეობის აღწარმოებას და ბუნებრივ მატებას,
კლების შემდეგ მოსახლეობის ბუნებრივი მატება 1990 წლიდან დღემდე სტაბილიზირდება დაბალ დონეზე, რომელიც მომავალში ისევ შემცირდება, ხოლო გაეროს ექსპერტების ვარაუდით 2025 წლიდან უკვე მოკტაობა გადააჭარბებს შობადობას და განსხვავება მათ შორის დროთა განმავლობაში გაიზრდება. 1970 წლიდან დანიაში დამკვიდრებას იწყებს მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი. ამავე დროს აღწარმოების რეჟიმი ისედაც მაღალი ეკონომიკურობით ხასიათდებოდა და მისი ეკონომიკურობა კიდევ უფრო იზრდება და საკმაოდ მაღალ დონეზეა უკვე სადღეისოდ და სავარაუდოდ გაეროს ექსპერტების აზრით ასეთივე მაღალ დონეზე დარჩება განსახილველი პერიოდის ბოლომდე. რაც შეეხება საერთაშორისო მიგრაციას, 1950-1960 წლებში დანიისათვის დამახასიათებელი მიგრაციის უარყოფითი სალდო, ხედავთ, იდეალი იყო, მაგრამ მაინც უარყოფითი იყო 60 წლამდე, დადებითით იცვლება. საერთაშორისო მიგრაციის ინტენსივობა განსაკუთრებით მაღალ დონეს აღწევს 1990-2000-იან წლებში. შემდეგ პერიოდში ის ისევ მცირდება და 2005 წლიდან სტაბილიზირდება ერთ გარკვეულ დონეზე. დემოგრაფიულ გადასვლასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ დანია მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მეოთხე ფაზაში იმყოფება. გაეროს ექსპერტების ვარაუდით მოსალოდნელია, რომ 2030 წლისათვის დანიაში დამკვიდრებას დაიწყებს მოსახლეობის აღწარმოების უახლესი, ანუ დეპოპულაციური ტიპი. რაც შეეხება შვედეთის მოსახლეობას. შვედეთის მოსახლეობის რაოდენობის მატების ტემპი საკმაოდ დაბალი იყო განსახილველი პერიოდის დასაწყისში. ამასთან 1950 წლიდან დღემდე მოსახლეობის რაოდენობის მატება ცვალებადობას განიცდიდა. მოსახლეობის რაოდენობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი დროთა განმავლობაში ასევე ცვალებადობას განიცდიდა. 1950-1975 წლებში ძირითადი კომპონენტი მოსახლეობის ფორმირების იყო ბუნებრივი მატება, ხოლო 1975 წლის შემდეგ საგარეო მიგრაცია. ახალგაზრდა მოსახლეობის წილი ცვალებადობასა და კლებას განიცდიდა და სადღეისოდ საკმაოდ დაბალია. ამავე დროს მატულობდა 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით შვედეთის მოსახლეობა სადღეისოდ საკმაოდ დაბერებულია. ჩვენ ხედავთ, რომ აღემატება 18%, 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა. მომავალში დემოგრაფიული დაბერების პროცესის შედეგად 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი კიდევ უფრო გაიზრდება. უკვე 2040 წლისათვის შვედეთის ყოველი მეოთხე მცხოვრები 65 წლისა და უფროსი ასაკის იქნება. რაც შეეხება შობადობას, უკვე განსახილველი პერიოდის დასაწყისისათვის შობადობის დონე შვედეთში საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა უზრუნველყოფდა თაობათა განახლებას. შობადობის ცვალებადობის შედეგად 1968 წლისათვის მისი დონე საკმარისი არ აღმოჩნდა თაობათა განახლებისათვის. ამ დროიდან მართალია შობადობა შვედეთში ცვლილებას განიცდიდა, კლებას მატებაც მოჰყვებოდა, მაგრამ მისი დონე მაინც ისეთი იყო, რომ ვერ უზრუნველყოფდა თაობათა შენაცვლებას. ჩვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად მოსალოდნელია შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის გარკვეული
ჯერ კლებას დამოყვა და უკვე სადღეისოდ მიდის მისი სტაბილიზირება, რომელსაც მომავალშიც ექნება ადგილი განსახილველი პერიოდის ბოლომდე 1.85 მიასედის ფარგლებში, რაც როგორც თქვა, საკმარისი არ იქნება თაობათა განახლებისათვის. მოკვდავობას რაც შეეხება და სიცოცხლის ხანგრძლივობას. 1960-იანი წლებიდან მოკვდავობის საერთო დონე მატებასა და ცვალებადობას განიცდის. ანუ გარდაცვლილთა რაოდენობა მოსახლეობის 1000-ზე, რაც იგივეა შეგახსენებთ, მოკვდავობის ზოგადი კოეფიციენტი ცვალებადობას განიცდის მატების თვალსაზრისით. 1990-იანი წლიდან დღემდე მოკვდავობის საერთო დონე შვედეთში რამდენადმე შემცირდა კიდევაც. გაეროს ექსპერტების ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ მოკვდავობის საერთო დონის კრებას კიდევ 10 წელი მაინც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. 2020-იანი წლებიდან მოკვდავობის საერთო დონე გაეროს ექსპერტების აზრით ისევ დაიწყებს ზრდას. უკვე განსახილველი პერიოდის დასაწყისში ჩვილთა მოკვდავობა შვედეთში არ იყო მაღალი. ჩვენ ხედავთ, რომ 20-ის ფარგლებში იყო 1000 დაბადებულზე. ჩვილთა მოკვდავობის შემდგომი კლების შედეგად სადღეისოდ არცებული ჩვილთა მოკვდავობის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში და მოსალოდნელია, რომ მომავალში ჩვილთა მოკვდავობა რამდენადმე მაინც კიდევ შემცირდება. განსახილველი პერიოდის დასაწყისში არსებული მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. სადღეისოდ შვედეთში არსებული სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ამასთან გაეროს ექსპერტების პროგნოზით მომავალში მოსალოდნელია მისი შემდგომი ზრდა. მოსახლეობის ბუნებრივ მატებასა და აღწარმოებას რაც შეეხება. განსახილველი პერიოდის დასაწყისიდან იმ დროს არსებული დაბალი ბუნებრივი მატება დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მცირდება და გარკვეულ ფარგლებში ცვალებადობას განიცდიდა. მიუხედავად ამისა, ცალკეული წლების იგულისხმება 1997-2001 წლები და გაეროს ექსპერტების ვარაუდით ასეთი მდგომარეობა და მსგავსი უბრალოდ 2035-2040 წლებშიც არის მოსალოდნელი. აი ეს გავაგზავნებთ ფრაზას მაშინ, მიუხედავად ამისა, ცალკეული წლების, რომელიც მე მოგახსენეთ, გარდა შობადობის მოკვდავობაზე მეტობის გამო ბუნებრივ მატებას ჰქონდა ადგილი. დემოგრაფიული დაბერების მაღალი დონის პირობებში მოკვდავობის შედარებით დაბალ საერთო დონეს განაპირობებს ასაკობრივი მოკვდავობის ძალიან დაბალი ინტენსივობა. 1968 წლიდან შვედეთში დამკვიდრებულია მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი. საერთაშორისო მიგრაციის ინტენსივობისა და სალდოს სიდიდის ცვალებადობის მიუხედავად მთელი განსახილველი პერიოდის განმავლობაში შვედეთისათვის დამახასიათებელია მიგრაციის დადებითი სალდო. რასაც მოცემულ ცხრილში ვხედავთ და პრაქტიკულად ვარაუდობენ, რომ უკვე ძალიან ახლო მომავალში მიგრაციის სალდო ასევე დადებითი, იგულისხმება დადებითი, როგორც ცხრილიდან ჩანს, სტაბილიზირებას განიცდის გაეროს ექსპერტების აზრით, სადღაც 25,000-ის ფარგლებში საშუალოდ წლიურად. დემოგრაფიულ გადასვლასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ შვედეთი მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მეოთხე ფაზაში იმყოფება, რომელშიც გაეროს ექსპერტების აზრით სავარაუდოდ 2030-იან წლებამდე იქნება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი შვედეთში 40 წლის განმავლობაშია დამკვიდრებული.